რომ გადაწყვიტა რომ სამეგრელო იყოს აქტუალური. და სამეგრელო თავისი, ასე ვთქვათ, წილი მიიღოს ამ ყველაფრიდან და პარამეტრებიც იზომება ტურიზმი, რა თვითონ ქართველებმა შიდა ტურიზმზე დავხარჯი მანაში ესენებოდა ტურისტების რაოდენობა სამეგრელოს ერთ-ერთი სეგმენტი. მოაწყოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა და სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი განვითარება და გამოყენება არის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც რაღაც ნაწილში იყენებს, თუმცა ამ მხრივ საქმე ძალიან ცუდად არის სამეგრელოში. 2-3%-იც არ არის ათვისებული პოტენციალი, რაც ამ რეგიონს და ამ ულამაზეს მხარეს გააჩნია. ამიტომ ჩვენ ძალიან გადადებულ ყურადღებას უთმობთ ამ რეგიონს. მოგახსენებთ, რომ მარტვილში იხსნება, ახლა სრულდება რემონტი ჩხოროწყუში, საინფორმაციო ცენტრები, დაცული ტერიტორიების აგენტოსთან ერთად მარტვილში კოჭკადილის კანიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, შურბუმუს მღვიმე ჩხოროწყუში, ტობოვარშხელის ტბა ეს ის ადგილებია, რომლებიც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართა, რომელსაც შეიძლება მოიყვანოს ძალიან ბევრი ტურისტი და ინვესტორი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კოორდინაცია სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციასთან, ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან. ჩვენ გაზაფხულზე ჩავატარებთ მასშტაბურ ფორუმს სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, სადაც ყველა რაიონი საერთოდ წარმოადგენს საკუთარ ტურისტულ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც თვლის საჭიროდ. აგრეთვე ამ ფორუმზე მოვიწვევთ ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს და მე ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ სამეგრელო ვაქციოთ საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. რეგიონს გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან, გამომდინარე აქ არსებული ატრაქციებიდან. იგივე ტობოვარჩხელის ტბა, იგივე მარტვილის კანიონი უნიკალური ადგილებია, სადაც ჩვენ გეგმავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ასევე ტურიზმის განვითარება ჩვენთვის რაც უმნიშვნელოვანესია, ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას შეუწყობს ხელს. და აქედან გამომდინარე ჩვენ გეგმავთ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქტიურად თანამშრომლობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. და აქედან გამომდინარე ვაწყობთ მუშას შეხვედრებს და იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, იგივე საინფორმაციო ცენტრების გახსნა, ტურისტული ვიზიტორთა ცენტრის გახსნა. ეს ყველაფერი აგრეთვე ხელს შეუწყობს ზოგადად ტურიზმის განვითარებას რეგიონში და მიმზიდველს გახსნის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს კონფერენციის ჩატარებას და კონკრეტული დავალებები მიეცემა გამგებლებს და ამის მიხედვით მოეწყობა შემდეგი დაისახება გეგმები, ღონისძიებები და მოხდება ამის მიხედვით ყველაფერი რა, ანუ ტურიზმის განვითარების კუთხით რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება სახელმწიფოც მიიღებს ამაში მონაწილეობას, აგრეთვე ინვესტორებიც გამოჩნდებიან, თქვენ იცით რომ ჩვენ გეგმავთ სადღაც მაისში გრანდიოზულ ფორუმს, ბიზნეს ფორუმს სამეგრელო ზემოსვანეთის ეგიდით. და იმედი გვაქვს რომ გამოჩნდებიან ინვესტორებიც და რომლებიც ამ ყველაფერში ჩადებენ თანხებს გარკვეულს. და ეს ყველაფერი ისევ და ისევ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს დასაქმებას, კონკრეტულად ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას, რაც არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან აქტუალური.